არ მინდა დახვწვი თვალები. ერთი თვალი ქონდეს მაშინ. როგორ ხედავ? რას? კომენტარებს. ვაი. მეგრე იყოს. მარი დააბრუნეთ. როგორ ითხოვენ ჩემ დაბრუნებას? ხო, არ მინდა მაგ ჯოჯოხეთში დაბრუნება. და ეს უბრალოდ რა შეხვიდა? აი ესე ნაგლად. სად არის ეგრე? ეს ნაგლურად რო გაბრჯება მე მოვედი. მე მოვედი მე და რჩები. ისე რა გადაობა იქნებოდა? დახუჭეთ ეგრე რა შეიძლებადეს? ხო, რატომაც არა. მაგრამ სა ვინ მოგცემს მაგის უფლებას? გამაშავებენ იქ. რუსთავიაში. ამ ცხოვრებაში ნაგლი უნდა იყო. დახუჭეთ. აუ ისე ეგეთი რამე რა შეიძლებადეს იმათ წნევად დაარქავდათ ხო? დახუჭე. ერთი ჩემი ნაცნობი გოგო იყო რა. იმაში მუშაობდით ერთად რა ქვია. მოკლედ ძალიან ადრე სარეკლამოში ხარ და ერთად მუშაობდით მოკლედ და გააგდეს რამოდენიმეჯერ და ესე ნაგლად მივიდა დაბრუნდა. ანუ სამსახურში ხო, რაღაც გააგდეს ესე დაბრუნდა. მე მუშაობ, იცი? და ეს უფროსი რას ამბობდა? არაფერს გოგო რა აღარ აგდებდნენ მე. აღარ აგდებდნენ. ანუ არა აგდებდნენ ხოლმე, მაგრამ მაინც რა მაგარია ისე. სასახურიდან რომ გიშვებს უფროსი და არა მე მუშაობ და რა მიდიხარ. ხო და გეუბნები ამ ცხოვრებაში ნაგლი უნდა იყო. მაგარი გადაობა. ხო, მე ხო ფული მჭირდებაო, თქვენ რა გაგდება არა ისე? ანუ რაღაც სვეჩი გეუბნები, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ იმენე. ანუ ხო, შეიძლება კარგი ურთიერთობა ქონდა უფროსთან და ნუ ნორმალური, სტანდარტული. არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ. რამე ისეთი ხო არა? არა, ისეთი არა. ხალი უფროსი იყო თუ რაღაც. ოი. იქნება. არ ვიცი, ცოტა უცნაურია, ხო ხდები ესე 4 თვალით ესე რო უყურო და ესეთ რაღაც გაიგო. აუ რა კომენტარები ახლა. როგორი? არ გაახილო თვალი. როგორი? კაი ცუდი. არა, ცუდი არა, რაღაც განიხილავ, მე ხო არ ვიცი, შენ უფრო უნდა იცოდე, რაღაც ბოღმისგან სკდებაო თუ რაღაც და ვის სკდება ბოღმისგან? იმაც უწერენ ოჯორი, სტრიმები და ხო ბოღმისგან სკდებიან კი არა, სახეები დაკარგეს. ვინ, მე არ ვარ იმ გოგოებზე არის ლაპარაკი, ვისთვის შეფთერთები და მოსში. ის არ მეინტერესებს თვითონ ლაპარაკობენ, სულ ჩემზე სტრიმებზე თორე ხო მე გამოვედი, დავწნარდი, დავუბრუნდი ჩემს ცხოვრებას, რეალობას. არ მაინტერესებს არაფერი. ჰაუსის თემები და გარჩევები. მე ხდება. ახლა ორი საათი თვალს ვერ გავახილ. ანუ ელდახრა არის თუ რომელია. დე. ანუ ის იქნება ხო აპრეხილო. კი ბატონო. მე ძალიან დიხარ იქნება. არა, უბრალოდ თვალი აღარ გაახილოთ, არა პადიგძრობა. ის რაღაცა არ იყოს გული არ გამისკდეს. იმ ხელა არ იყოს გული არ გამისკდეს. ძალიან დიდი იყო და მე რელამს გავდი თითქოს კამერაში. რას წერენ? რა იდიოტა. ჩემზე? მაგარი არის. მეცერთ წამე არ განხილოთ თვალთვალ. რამდენი უყურებს? 1300 კაცი მე ვინი. თუ გინდა გავთიშოთ, თუ იდეტორს კი წერენ. წარმოგიდგენ, არ მაქვს რას წერენ, ვაფშე არ უყურებ.
ხალხო, წერს იდიოტებს, არც მე არ დამიწეროთ. თუ შეიძლება რა არ დაგვიწეროთ ცუდი კომენტარები, კარგი გაგოები ვართ ჩვენ. ხოლო კარგი და პოზიტიური კომენტარები. გოგონი ესეთი ადამიანები რა, იროსიან და გუშინაც ხამელაში ვიყავი და მაგას ლაპარაკობდი რომ ხამის 5 საათი იყო, 6 იყო დაიწყებული და ლაივში ვარ რა და 1500-1600 კაცი მიყურებდა და ნუ აქედან ერთი 20 ადამიანი მაგას განძღავს რა. და რატო? რა შეისწრო რაღაცა მეზიზღები რა კაი რო წამოხვედი და ეგეთები და ალბათ დემონი დაეპატრონა მაგაც სულს. ხო და ხო შეიძლება ხო და ნუ წარმოიდგინე ღამის 5 საათზე წევხარ უნდა დაიძინო და რატო უყურებ ისეთ ადამიანის ლაივს ვინ შენ გესიზღება ვინც არ გევასება და რატო უნდა უწერდე ცუდ კომენტარებს ანუ მე ეგეთი რამე არ გამიკეთებია ვინმე არ მომწონს და ვაფშე არ ვუყურებ და არ მაინტერესებს ხო ხვდები და ანუ ვაფშე არ დავხარჯავ დროს იმისთვის და ენერგიას რომ დავდგე და ვლანძღო და ვუყურო ღამის 5 საათზე მაგის ლაივს ხო? ხო და ანუ რატო შვებიან ანუ გეტყვი ძალიან მარტივად ტროლაობენ უბრალოდ იმიტომ რომ მეტი საქმე არ აქვთ ხადაობენ რა გინდა თავის ჯგუფ ხო გოგო ეს როგორ უნდა მიაქციოს არ ტყურად არა არ ვაქციებში ანუ ცოტ კომენტარებს ვიკიდებ ანუ ხო რამდენი პოზიტიური და კარგი ადამიანი არის რა ხო ანუ მარტო კარგებს ვკითხულობ ისინი არ მაინტერესებს ვისაც რა უნდა ის დაუწერია რა ხო და ანუ კითხვა მიჩნდება რომ ანუ მეტი საქმე არ აქვს ხო მეტი საქმე კი აქვს უბრალოდ დაკიდებული აქვს ის საქმეები ყველამ თავის ცხოვრებას მიხედავს ძალიან მაგარი იქნება ეგრე ანუ სულ რომ ანგელოჩკა იყო მაინც ცუც დაგიწერენ და ცუც გეტყვიან კი სურფრთიანი ანგელოზე იყო ხალხი მეც მოგიძებნის რაღაცას ეგრე ეს პადის სერიალებს შენ თოლზე აღარ ვიცი რა სერიალებს ხო ბარატო აი აღარ გაინძრა როგორ აღარ გატოვდა მაშინ რა ლაპარაკობ მეშტაცრება ხო რაღაც იმაში გავჩუნდა არა გაჩუნდა ლაპარაკობ ისა წევნად კარგი ოცან მიცინება ლაივი როგორ ჩართულდა თან გძინავს ხო ჩართო არა ჩართული კი არის და ხო არ დავიძინო აბა რას მეტყვით მეკობრებო ურჩიეთ მარიამს დაიძინოს თუ არა ხო არ გეწყინებათ რომ დავიძინო მაგრამ ისინი ისეთები არიან ძილშიც მიყურებენ სტრიმებზეც იქ YouTube-ზე რა გადაცემაში მეძინა და 500 კაცი უყურებ და როგორ მეძინა ხოლმე სტრიმზე ანუ აი ნახე რა საცოტავები არის აღერთე ჩემო რა რა დაწერეს რაღაც სისურელებს წერენ ზოგი ძალიან მაინტერესებს აი მათ პროფილის სურათებზე რა შეხვიდე და ნახო ანუ რეალურად როგორი საზოგადოება წერს აი ცუდ კომენტარებს მართლა და ფეიკები და ბოტები წერენ ცუდად რეალური აკაუნტებით არ წერენ არასდროს თვითონ რაღაც ის არის რა ქოჩაულებრივი რაღაც ღორძაღლას როგავს ანუ სახეზე და ნუ აგური ხალხი ხოს რა უწერ კომენტარს ცუდს ანუ არ შემიძლია მე დამიწერეს ხო არ ვიცი ანუ ზოგადად წერენ რაღაც აი ეს ხოხტები არის უბრალოდ რომ მოგაფიქრდება რომ ცუდი კომენტარი უნდა დაწერო და ვიღაც გალანძღო არის გაბოროტებული რო ხარ ცხოვრებაზე და წერს ცუდ კომენტარებს ან ძირითადად აი სამსახურიდან გამოყრილი ხალხი ანუ სხვაზე გაბოროტებულები რო არიან აი ეგეთი საზოგადოება ბორგმიანიშვილიანები ხო ან თავის ცხოვრებაში რო ვერ შედგა ანუ დაბოლ სახში როდის და ანუ არა დგავს გარეთ ფეხს იმისთვის რაღაც განვითარდეს ან საზოგადოებაში რო ხო ბახო ბედნიერი და ლავი ადამიანი ბედნიერი ადამიანი რატო დაჯდება და რატო დაიწყებს ჩაბოლმელი რაღაცების წერას კი ნამდვილად ეგრეა ამიტომ დაიკიდე ეგეთი ადამიანების კომენტარები უბრალოდ უნდა დავაკეთებსო კიდეო
ძალიან. ასე მერიკუნა. ესე იგი ხალხი ითხოვს შენ პროექტში დაბრუნებას თან კომენტარებში როგორც გადავავლე თვალი. კომენტარებში წერენ ხო, აჭრილებულია ყველაფერი. ძალიან დაგაკლდით ხო? ხო, ინტერესო გახდა ცოტა. ну ზოგადად ხო ის არის რა ქვია. შენელი ლამაზი გოგო მანდ არ ყავთ ახლა ამ ეტაპზე. ხო სილამაზე ძალიან ბევრს ნიშნავს. სილამაზის თან შურთ თან არის მაგიტარიან ჩფორმა ალბათ. გოგო სილამაზეც ხო, ну არის ბევრი, მაგრამ აი კონტენტი. ანუ ადამიანებს ზოგადად ანუ ნახე შენი კარიერის და იმის იმდენად არ შურთ როგორც ანუ გარეგნობით რაღაც ჯობი ხარ უფრო ანუ ძირითადად ეგ ამწარებთ ხოლმე ანუ ადამიანებს. ხო, მეტად ხო. ხო. ანუ ეგ აბოროტებს ადამიანს ზოგადად. მე არ მესმის ხა მაგალითად ეგეთი დებილური მიდგომები. მე ხო ეგეთი არ ვარ. მე პირიქით ლამაზ გოგოს რო ხედავ, კი არ მშვენს მეკითხებს სიამოვნებს რა. და ნუ მომწონს. რაღაც თავს უხარია თითქოს რა. კი, აბა რა. მაგრამ რამდენი ვიცი. ან თუნდაც მოვლენი შეიძლება არ იყოს ადამიანი ლამაზი. იმდენად, მაგრამ იყო მოწესრიგებული სასიამოვნო რაღაც ისეთი ხო ხდება. რატომ დაიბოღმა პროსტა გარეგნობა შენი არჩევანი ხო არ არის ზოგადად. ხო. ანუ ღმერთმა როგორ თქვა, ღმერთმა შექმნა ანუ ეგეთად ხო ხდება. აი ჩემი არჩევანი ხო არ არის პირობითად უშნო ვარ თუ ლამაზი ვარ. შესაბამისად აი რატომ დაიბოღმა ჩემზე? ანუ მე რა შუაში ვარ. ანუ ხოდა ცუდია რომ არის ვით ადამიანებს მაგდანის ანუ ადამიანის სულიერება უფრო უნდა გაინტერესებდეს ჩემი ნუ გარეგნოც ხარ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ უნდა დაიბოღმო ადამიანზე იმის გამო რომ ლამაზია ან ლამაზი თუ არ უნდა დაუწერე რომ ირეს გავხარ და შენ თვითონ რომ იმას გავხარ ღორძაღლას და ანუ ხო ხტები ანუ უფრო შურიანები აგეთება ნეგრა ბოგმიანები საქართველოს სავსე არის სამწუხაროდ შურიანი ბოგმიანი ადამიანებით კიდევ ერთხელ დავწმუნდი რაც შედარებით ცნობილი სახე გავხდი და ბევრი ადამიანი იყოს გარშემო ანუ მივხვდი როგორები არიან ადამიანების ნამდვილი გაბოროტებულები სამწუხაროდ ნუ ქართველებზე არ არის ზოგადად ადამიანებზე მე მგონი ეს ძალიან იშვიათად მართლა კეთილი გული ვისაც აკლია ვისაც შემს კარგი უნდა დგებიან და просто ილანძღებიან რა ხო და რატო ბოღმა რო გავაპარაკებდეს ადამიანს ზოგადად ხარ გალანძღავ არავის აი ხა ჩემ შემთხვევაში ხა მაგალითად აი ვაფშე არ მაინტერესებს სხვა როგორი ცხოვრები ცხოვრობს მაგრამ მე არც მის ცხოვრებაში რატო უნდა ჩავერიო რაში მაინტერესებს ხო რა ჩემი სახე ხო და შესაბამისად ანუ რავი იმდენად ცოტა დრო აქვს ანუ ადამიანებს ანუ ჩვენი ცხოვრება ასე რომ თქვა ანუ არ გვაქვს იმდენი დრო რა ხო ხტები რა ქვია ჩვენი ცხოვრებისთვის და აი ხა რო სხვის ცხოვრებაში რო იქიქები წარმოიდგინა ძალიან დახავს ეპელასავით რო ცხოვრობ და კიდე რა ვიღაცა ის როგორ აკეთე რაღაცას რა ვიცი ანუ რატომის არ გაგაჩნია შენი საკუთარი ცხოვრება ეგ რა გამოდის ხა დრო რა უფრო თავის ცხოვრები გაში რო ასე რა თქვა და ხარჯან და არა სხვის ცხოვრებაში ქექვაში ძალიან კარგი იქნება მაგრამ ისმის მაგდ რამდენი გიყურებს 9:41 მაინც უყურებ ჩემ თვალებს რო ვერ ხედავენ და აკლდა ხალხი ხედავდა დააბრუნეთ მარიამ მე სულ წერან გასპამეს იმენ მე წავედი ძალიან უსამართლოდ იმ კლიკერების გამო რა ანუ მაგიტო წერან როგორ წახვედი? უსამართლოდ ანუ ხმის ლიდერი ისევ მეუხდებოდი მაგრამ ანუ
რაღაც კლიკერები ჩაურთეს რა იმ ერთ-ერთს ვინც იყო ჩვენთან ერთად და fake account-ებით აძლევდნენ ხმებს fake-ად რა. და ეგრე მაჯობა ხმებში თორე ანუ вообще ძალიან ცოტა ხმები ექნებოდა დარწმუნებული ვარ. არავინ არ გულშევეთქიროს მაგას. მე ხა არ უყურებ მაგ პროექტს, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს вообще, ანუ რა ხდება, როგორ ხდება. ხო ვიცი. ამიტომ ანუ ვერ ვიტყვი, მაგრამ რა ვიცი ხა. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნებოდი, მან რა ქვია. სიხირულის შემოტანი. ნუ ბევრი კამათი და ჩხუბებიც მქონდა, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა. ანუ საინტერესო მოთამაშე მაგას გულისხმობ რა. საინტერესო ჩემი აზრითაც ვიყავი. ანუ ბევრ რამეს თავაზობდი ხალხს ანუ მარტო ის არ იყო რომ იჯდება всё. ცუჩი გასპამულია. დააბრუნეთ მარიამი. სულ იგი წერება, სულ. ისტორია. ისე მე რო ვამბობდი. აქ ლაივში ვამბობ ბავშვებს უნდათ ჩემი ნახვა რა. პატარებს და ფანში ხვიდროსობით მინდა გავაკეთო. გაკეთე. და ის სად შეიძლება რა შეიძლება? სად შეიძლება გავაკეთო? ძალიან მithოვენ ხო? და მე ძალიან მინდა ჩემი პატარების გაცნობა. ანუ ბევრი გულშემატკივარი ხომ მყავს და რა გაწონდა? ნახევარი არის, ანუ მე პატარები რა სკოლის მასწავლებლები და ძალიან საყვარლებიანი. რამდენ წლამდე? გავიხო. რამდენ წლამდე მოვიდეს. არა, რამდენ წლამდე ბავშვებზე ამბობთ, პატარები არის, ანუ რა მყავს 5-6 წლის ბავშვებისთვის პატარები და რო იტირეს რო წავედი. ყავს თინეიჯერებიც, დიდებიც, საშუალოს ბებია ბაბუებიც. ბებია ბაბუები როგორ ყავს? იმას ერთი ბებია მაჩერებს, შენ ხო მარიამი ხარ, შენ გაძლევას უხმებსო, ძალიან საყვარელი ბება იყო, ძლივს დადიოდა უკვე და რა საყვარლებია, მართლა ბებოები? ხო, არა და ანუ ცოტა ისე ვიყავი მე ხელაცემაში, არ მეგონა თუ ბებია ბაბუებს მოეწონებოდი. ხო, ბებია ბაბუებზე იმიტომაც მეტირეს ამბობენ. დავიტარეს. იმიტომ რომ რამდენიმეჯერ რომ შევიგინე იქ და რაღაც ხო ხდები. ვისაგინე? გოგოებს. ზოგადად. გოგოებს. ხო იცი უმიზეს დავიგინები მე. გოგო მე არ ვიცოდი ვაფშე თუ იგინებოდი შე. ახლა ცი მდგომარეობიდან წყობლებიდან გამოგიყვანენ, შეიგინები აღარასიზავ, თორე ისე ხო არ ვიგინები. თავისთავად. 24 შვიდზე შეურაცხყოფებს გაყენებენ. ხო, შენ და მე კიდე მარტო შენ გინება ესმის ხალხს, რადგან ბილწი სიტყვა თქვი, ცოტა არასწორია ჩემი აზრით. ანუ რა მიგიყვანა მაგ მდგომარეობამდე ხო? გიჟი ხარ ვარ ყოველდღე ვიგინო. ხო რა გამოყავ ხარ, ზოგადად ჯობია არ გამოგიყვანენ ადამიანებმა წყობილებიდან, ხო იცი? რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან ყოველს გვეკეტება ხოლმე. ხო და აი, ნახე მაგა როგორ გითხრა, ანუ მაგამდე უნდა მიხვიდე, რომ აღარ გამოგიყვანონ წყობილებიდან ადამიანებმა. სხვა შორის მე მისული ვარ მაგამდე. ანუ ვერავინ არ გამომიყვანს ახლა წყობილებიდან. დედა ჩემის გარდა. დედა ჩემის იმებზე ბრაზდები ხო? ხო, ერთადერთი. რა მე ცოტა ისე თუ მეტყვის, მაინც გულთან მიმაქ ხო და აუ მეცინება და ლაივს გავთიშავ და წავუძინოთ თუ გინდა შენ იქნები. ვიჩეთი სულ ერთია, ანუ მე არ ჩანვარ ვაფშე პირბად ვზივარ ვერც ვხედავს ვარა. მე მხედავთ. გასპამული დააბრუნეთ მარიამი. რამდენი უყურებს? მან და რა დასაბრუნებელი მაგის და ეხა გადავით ამ გოგოს იმეზე. და მიმშვიდ. გავა ტელევიზორად ეს გოგომოდი. შენ და მიმშვიდით იმ რა დასაბრუნებელია ესო?
ვიღაცა ფეიკი დაწერდა ახლა. შემდეგ გამწარებული ვიღაც. იცი როგორც გათიშო? ხარხანა თუ ანუ ვერ ვასწრებ კომენტარების კითხვას. ყოჩახან ძალიან აქტიური აუდიტორია ყავს მარიამ. კი, ნამდვილად. შეხ კიდე ესე რა ვერ მიყურებენ. ვაი არ ვიცი რა სისულელებს ჭორები. აი ეგეთ რაღაცებს რატო უწერთ ხო კარგით რა. რატომ იწერე ეს? არა სისულელებს ანუ შეთხსული შეთითხნილი რაღაცები. მოგონილი. ხო მარიამის ხო შეიძლება ძალიან დიდი ხანია ჩემთან დადის და ყველაფერს მიყვება ხოლმე ეს გოგოს მე საიდუმლო ვარ. ამიტომ მსგავსი არაფერი არ მოუყოლია ჩემთვის. და არც უჭორავიათ ანუ მსგავსი არაფერი ანუ მარიამზე ჩემთან ზოგადად ჭორავება ხოლმე მთელი თბილისის ჭორები ვიცი მე ხოდა არა ეგეთ რაღაცებს ნუ უწერთ რა ეხავს უჭორავია ანუ არ გინდა ციბაროტია ქალური სოლიდარობა გოგო ხო გითხარი რაღაცებს მიგონებენ არა შენ უკვე სტარი ხარ ზვეზდა ხარ ამიტომ it's okay ანუ უფრო ცუდები მოუფიქრეთ ანუ მარის პირად და ძალიან კარგად მოქმედებს კი ნამდვილად ანტიპიარის პირია შავი ანუ ეხლა როგორი გოგო წერს იცი უჭველი რაღაც საწოლში არის ჩამძვრალი ხო ხდები ანუ გაბურდგნული თმებით ესე რაღაც და ანუ ხო ხდები ანუ არავინ რო არ წერს ანუ არც არავის არ უყვარს ანუ არავის რო არ აინტერესებს სიყვარული ხო ანუ კაცებს რო არ აინტერესებს და განწარებული რო ახალებზე ხო ხდები და ეხლა წერს ანუ რაღაც ჰეიტერი შორიანი და წერან გოგო რაც ნათი მე უნდა იღადაო მე არ ვაქცევ ყურადღებას იმიტომ რომ ზოგი რას ამბობს, ზოგი რას მოიგონებს ჩემზე. იმ დღეს გავიგე ორი შვილი მყოლი არ ვიცოდი, თურმე ორი შვილი მყავს, იცოდი? მე? ხო. თურმე ორი შვილი მყავს. რავი, ისეთები გავიგე, გათხოვილიც ყოფილვარ, ის ყოფილვარ. ხო და კარგია, გოგო, კაი, ანუ ეგეთ რაღაცებს რო იგონებენ შენზე, ანუ значит ყურადღების ცენტრში ხარ. ხო, მაგრამ ეს ანუ რო არ აინტერესებს არის ნამდვილად 20 რამდენის 18-ის არ ხარ? ხო, 19-ის ხდები. ოჩახშენ დოლევერი მოსწარი. ხო, ორი შვილი გოგო 19 წლის ხდები, ხუმრები. ოკეი. ხალხს დატოვებული გვოშვები. მაგაზე ინფორმაცია არ მაქვს, არ ვთქვამთ და თქვენ ამბობდით ხო, რავი, ერთ-ერთმა თქვა და თურმე შვილები მყოლია, უი. ჩემი შვილები სად არიან, ხო არ იცით, თუ შეიძლება რომ მითხრათ. თქვენ უკეთით ჩემი ცხოვრება, მაინც იმდეს ჭორავთ და თქვენ გეცოდინებათ სად არიან ჩემი შვილები, იმიტომ რომ მე არ ვიცი. ხო აი რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს აი ზოგადად მართლა ძალიან მაინტერესებს ანუ რაღაც ადამიანი არ შედის რაღაც ლაივში ან თუნდაც ნებისმიერ რაღაც სოციალურ აქტივობას ეწევა ასე რომ ვთქვათ სოციალურ მედიაში და ანუ შედიხარ და უწერ აი რაღაც იმებს რა ქვია ეხლა შენ იქნებ და გინახეს და აი ზუსტად ვიცი რომ ეგეთ საზოგადოებას ისეთი წარსული აქვს უბრალოდ არავის არ აინტერესებს მაგათი წარსული ხვდები? ანუ არავინ არ განიხილავთ. ანუ რომც ეგრე იყოს დაუშვა და რომც რაღაც ხო ხვდები. ეხლა იქ და გინახე და მე შენ ანგელოზე რომ მოაქვს. ანუ მე რა დავინახე, ანუ მე როცა დაგინახე ვინ დამწერა. არა გოგო ზოგადად რაღაცებს წერენ ხვდები. ანუ მე რო დაგინახეს, ან მე რო ყავდა, ან მე ანუ რა მე ძალიან ერევიან და ვერ ხვდებიან რომ სხვის პირადში ეს შეტუპა და ჩარევა არ შეძლება თან როცა არ ფეიკით ანუ იმის ტრაკიც არ გაქვს რომ არ გაქვს დადასტურებული ინფორმაცია ეს ნამდვილი ამ ადამიანზე არ არის ნამდვილი ხო ხვდები იმდენ რამეს წერენ ანუ ყველაფერს რო დაუჯეროთ რა ვიცი ეგრე რავი მაგიტო არ ვაქცევ ყურადღებას რომ როცა ხალხი გიცნობს უკვე მერე ანუ it's okay, ანუ ეს ძალიან ნორმალურია, ხვდები? მე ზოგადად ვაპარაკობ, ანუ ადამიანებზე, ანუ მარტო არ მაგალითად იმაზე, რომ ადამიანი რაღაც ხო ხვდები, რაღაც მიაღწევს, რაღაც ხალხი გაიცნობს, ხო ხვდები? და იმაზე რომ ლაპარაკობენ, მარტო ეგ არა, ანუ ზოგადად განვიხილავ, ხვდები? ანუ იმიტომ რომ იციან ხოლმე ანუ ეგეთი რაღაცები, ხო ხვდები? ანუ ვის ვინ რა, ან მე შენ რა. ხო ხვდები? კი. ანუ მაგით რა
ადამიანი ცხოვრობს, ხო? შეიძლება ზოგჯერ სპეციალურად დაუშვა რაღაც შეცდომები ან იდიოტობები აკეთა, რომ უბრალოდ სიბერეში გასახსენებელი მოგონებები გქონდეს, ხო? და ვინ ხარ შენ რა ცხოვრებას მიკონტროლებ პირობითად? და ჩასაფრებული და ჩაციკლული ხარ შენ ცხოვრებაზე. ჯერა ჩემ ცხოვრებაზე. ხო, მაგრამ არ ესმით ამათ, რაც გინდა უხსენი ამ ჰეითერებს და ბოღმიანებს. არ ესმით არაფერი, დარჩებიან ისეთები, როგორებიც არიან. მაგიტო არ ვაქცევ ნეგატიურ კომენტარებს ყურადღებას, თითქოს არც არსებობს. ახლა და ეგეთ სასწაულს და საზოგადოებას ზოგადად უნდა მოუწოდო, რომ უბრალოდ განვითარდით ხალხო, განვითარდით. მეტი წიგნა მეკითხეთ, მაგრამ აზრი. კოუჩინგებს მოусმინეთ, კოუჩებს. ანუ განვითარდით, ცნობიერება აიმაღლეთ, რა სხვის ცხოვრებაში აღარ იქექოთ. და არა ბულინგოთ ერთმანეთი. ანუ ზოგადად ვამბობ ეს მარტო შენ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ ანუ მომდის ხოლმე ზოგადად ხმები. კი, ხშირია, ხო? ხო, ანუ ბულინგი. ანუ უბრალოდ ჩაციკლულები არიან იმაზე, რომ ანუ ფეხი დაგიცდეს ცხოვრებაში, რომ ანუ ხო ხვდები თავისი უამრავი შეცდომით ნაცხოვრებით ცხოვრება, რომ ასე რომ ვთქვათ, ანუ ეგო აიმაღლა, ხო ხვდები შენ შეცდომებზე, რომ აი ნახე იმანეს გააკეთა და მე ესეთ. ხო, ნახე მე რამე რო გავაკეთე, ნახე ისიც აკეთებს, მაგრამ შენსაც იტყვის, თავისაც კი არ იტყვის. ეგეთები. ხო, ანუ შენ რო ფეხი დაგიცდება პირობითად ავიღოთ, ანუ მაგით ეგ თავის ეგოს იმაღლებს. ვითომ გინება არ გაუკიათ გოგო რაღაც ერთ სიტყვაზე? ზოგადად პროექტში მე მიმაჩნია, რომ ანუ ბევრი რაღაც უნდა თქვა. რა საინტერესო იყოს, ანუ ნახე პროექტში შედიხარ, ანუ უბრალოდ ეხლა დაუჯექი და არაფერი არ გვაკეთებსო. ანუ შევედი, არავის არ ვაკონტაქტები, არაფერს არ ვაკეთებ, ანუ რა მერე. ან ცოტა ხომ დადგა შოუ. ხო, ნუ აზრისთვის ხარ. ხო, ანუ რა, მივედი რაღაც სურათივით ჩამოვეკიდე. იმდენია დარჩენილი სურათები ვიწრე. ხო, საინტერესო, ნახე საინტერესო ცხოვრებით, როცა არ ცხოვრობ ადამიანი, ხო? ჩემი აზრით რავი, ვისთვის ხარ მაგ შემთხვევაში, ანუ საინტერესო. თუნდაც შენი ისტორიებით ხარ ადამიანი საინტერესო. რა ცხოვრობ, ხო ხვდები, რაცა ზიხარ სახში არც შეცდომებს არ უშვებ, არც რისკავ, არც არაფერი, არც ცხოვრობ, ხო? რავი, ღმერთმა მოგცა ნების თავისუფლება, რომ ვაკეთოთ ის, რაც გვინდა და ანუ ვინ არიან ადამიანები, რომ მაგალითად განგვსაჯონ, ხო? და ჩვენი ცხოვრებით იცხოვრონ, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია. ძალიან ნამიტანი აძლევენ თავიანთავს მაგის უფლებას განსაკუთრებით როცა ეს ნახე შეიძლება დაწერო მაგალითად არ მომწონ ხარ მაგალითად ნუ ეგეც არ უნდა დაწერო პირობითად მაგრამ ნახე ანუ ის რომ ანუ ამოუყარო და ამოუქეკო ადამიანს რა ცხოვრებით უცხოვრიე და ეხლა ხო ხვდები ანუ რა მერე ანუ ყველა წმინდა ცხოვრებით უცხოვრე რამდენი არის რა ამომიყარომ და ნეტა ნახონ რა ცხოვრებით მიცხოვრია და ამ ჭორებს და რაღაცებს თავი დაანებონ მირჩევნია ნამდვილად დამეჯერე აი ეგეთი საზოგადოება ვინც ქეკავს ზოგადად და იქექება ხო? ან თვითონ უარესი ცხოვრება აქვს ძირითადში. ცოტა გეუბნები. ჯერა, მაგრამ თან მე ვფიქრობ რომ საკუთარი ცხოვრება არც გააჩნიათ. არა, გააჩნიათ. თან უფრო გარყვნილი და გახრწნილი ზოგადად. მართლა გეუბნები. რამდენი უყურებს? გათიშო. 7:39. გათიშოთ. ოკეი. შევართო. შეხილებს დამჭირდება. იცი როგორც თუ არა. და რამდენი ადამიანიც არის მაგის გვერდით ხო, და კარგად. ბye bye.